მადლობთ ბატონო დავით. კოლეგებო, მოგესალმებით ყველას. ამ ბოლო 4 თვის განმავლობაში არაერთი განცხადება იქნა მოსმენილი, არაერთი მოქმედება თუ უმოქმედობა ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის აფხაზეთის რკინიგზა, როგორიც არის ყარსი ახალქალაქის რკინიგზა. მე მინდა განვაცხადო, რომ ეს არის ის ორი თემა, რომელიც კონტექსტიდან ამოგდებული არის ამ თემასთან დაკავშირებული გაკეთებული განცხადებები, ურთიერთგამომრიცხავი იმ განცხადებებისგან, რომელიც კეთდება უმრავლესობის მხრიდან და მთავრობის მხრიდან ევროპულ კურსზე, ევროინტეგრაციაზე, ამავდროულად ევროკავშირზე და საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის გაზრდაზე. აფხაზეთის რკინიგზის თემა ძალზედ საფრთხილო თემა არის. მე მინდა მივმართო უმრავლესობას და მივმართო ხელისუფლებას. თან იმის ფონზე, როდესაც რუსეთის სატრანსპორტო ორგანიზაციის მხრიდან კეთდება განცხადება, რომ ისინი ელოდებიან წინადადებს საქართველოს მხრიდან აფხაზეთის რკინიგზასთან დაკავშირებით. ხომ არ გახსენებთ რომელიმე ისტორიულ მონაკვეთს ბოლო 200 წლის განმავლობაში, როდესაც რუსეთი თავისთვის სასურველ ინიციატივას აფორმებდა საქართველოსთან წამოსულ წინადებად და შემდეგ შემხვედრად უხვედრებდა ხოლმე გარკვეულ პირობებს, რაც იმ დროისა და იმ გარემოებისთვის იყო საქართველოსთვის მიუღებელი, თუმცა ერთის მხრივ ჩიხში შემყვანი და მეორეს მხრივ მუხზე დამჩოქებელი. მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული თემის წამოწევა თან იმის ფონზე, როდესაც არ არის საერთოდ საუბარი დეოკუპაციაზე, როდესაც მკვდარი წერტილი და საერთოდ არ არის დაძრული დევნილების დაბრუნების საკითხი, დეოკუპაციის თემა და ამის ფონზე ცალკე აღებულად რაღაც ცალკე სივრცეში განხილვა აფხაზეთის რკინიგზის თემის, იქნება საქართველოსთვის ნამდვილად დამღუპელი და ნამდვილად გულწრფელად გეუბნებით, რომ არ გვინდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელისუფლება, ვინც არ უნდა იყოს ის და ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები იქნებიან თუ ჩვენი მომხრეები, რომ საქართველოს ჩააყენოს ისეთ მდგომარეობაში, საიდანაც გამოსავალი ნამდვილად არ იქნება და გამოსავალი იქნება მხოლოდ ერთადერთი მუხზე დაჩოქება. მეორე თემა, რომელიც ასევე ძალზედ მნიშვნელოვანი არის, ეს არის ყარსი ახალქალაქის რკინიგზა. თავი დავანებოთ იმას, რომ რამდენი ადამიანი საქმდება, თავი დავანებოთ იმას, რომ საქართველოს მოქალაქეს როგორ შეიძლება ძალზედ მარტივად იაფად ევროპაში მოხვედრა საქართველოსთან. თავი დავანებოთ იმ თვითბრუნვას, რომელიც მოყვება ყოველივე ამას. და ნუ შევადარებთ ხოლმე და არგუმენტად ნუ რასოდეს ნუ მოვიყვანთ იმას, თითქოს ფოთის სპორტის თვითბრუნვა შემცირდება. იქნებ მე ჩასაფრებაში ვარ ჩაგვითვალოთ. იქნებ რომელიმე თქვენთაგანმა გამოითხოვოთ ინფორმაცია, მაგალითად ბოლო თვეების განმავლობაში ფოთის სპორტში თვითბრუნვა გაიზარდა თუ სამწუხაროდ შემცირდა. არანაირი რკინიგზა ჯერ არ არის გახსნილი. აქედან გამომდინარე, ამ თემებზე ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გაკეთება მთლიანობაში სერიოზულ გაურკვევლობას ბადებს რეგიონში გეოპოლიტიკურ ჭრილში. მე მოგიწოდებთ, რომ აი ამ მიმართულებით იყოს სერიოზული ნაბიჯები გადადგმული, განსაკუთრებით ბაქოვის ყარსი ახალქალაქის რკინიგზასთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ხელს უწყობს ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის გაზრდას. თავი დავანებოთ უпростоრად რო არ აღვნიშნოთ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობიდან გამომდინარე საკითხები. ასე რომ მე ეს ორი საკითხი რატომ გამოვყავი ცალკე. არ მინდა, რომ სამწუხაროდ ეს ორი საკითხი იმ განცხადებების ფონზე, როდესაც ვაცხადებთ ყველანი ერთად, რომ გვინდა ევროპა, გვინდა ევროკავშირი, გვინდა ნატო, გვინდა სახელმწიფო სტრატეგიული მნიშვნელობის გაზრდა, არ მინდა, რომ ეს ორი საკითხი აღმოჩნდეს ის ბოლო, რომელიც ნებისმიერი ფიცისა და მტკიცის შემთხვევაში ნამდვილად ჩვენ ყველას გაგვაკვირვებს და საქართველოს უკან დახევს. აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ, რომ აი ამ ორივე საკითხზე სერიოზული, ასე ვთქვათ, ანალიზი გაკეთდეს და შემდეგ გადაიდგას ის ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას.